სივრცე, სადაც ექსპერიმენტი, შემოქმედებითი ძიება და თავისუფლება ყოველთვის იყო მთავარი. მარჯანიშვილის თეატრის სხვენი, ქართული თეატრის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რეჟისორის, თემურ ჩხეიძის სახელობის გახდა. ამაზე უკვე ნაბიჯები წამოვიდა. ძალიან ემოციური დღე იყო, ხა რაც არ უნდა შევიკავო თავი და გავიბრანჭო, მეც ძალიან ვღელავდი და ეხლაც ვღელავ, იმიტომ რომ ყველაფერი რაც თემურთან არის დაკავშირებული ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ეს არ უნდა იყოს გასაკვირი. ბედნიერი ვარ, იმიტომ რომ თემურს ძალიან უყვარდა ეს თეატრი. ეს თეატრი იყო მისი სახლი. ის რომ ამ სივრცეს დაერქვა თემურის სახელი, ძალიან მიხარია და თან ბუნებრივიც არის, იმიტომ რომ თემურმა ამ სცენაზე ბევრი იმუშავა და ძალიან საინტერესო სპექტაკლები დაიდგა მისი ხელმძღვანელობით. ისე რომ რაღაცა ლოგიკური ჯაჭვი აიკინძა. სტილილი არ შეიძლება. Холод მე მაქვს უფლება ვიმხერო და ვიტირო. ძალიან დიდი მადლობა იმათ, ვინც დაგეგმა ეს საღამო. და იყო ზუსტად ისეთი, როგორც თვითონ თემური იყო. უშუალო, ემოციებით ძალიან დატვირთული. და რა ვიცი, უღრმეს მადლობას ვუხდი თეატრის ხელმძღვანელობას, მის მეგობრებს, მის სტუდენტებს. იმიტომ რომ იგრძნობოდა ძალიან დიდი სიყვარული, რაც ალბათ ყველაზე მთავარია. თემურ ჩხეიძე, რეჟისორი, რომელმაც თეატრი არა ფორმად, არამედ აზროვნების სივრცე დაქცია. მის შემოქმედებით გზაზე წლების განმავლობაში იყო ზუგდიდის თეატრში მოღვაწეობის ეტაპი. იყო ქართული მოზარდმაყურებელთა თეატრი, რუსთაველის თეატრი, სატელევიზიო თეატრი, მარჯანიშვილის თეატრი, სამეფო უბნის თეატრი და იყო მსოფლიო აღიარება. არიან ხელოვანები, ვისი სახელიც უნდა იყოს უკვდავი. და რაღაცეებში უნდა დარჩეს ეს ყველაფერი. თემურ ჩხეიძე იყო ის პედაგოგი, ის რეჟისორი, ვინც ახალგაზრდა თაობას და არა მარტო ახალგაზრდა თაობას ძალიან ბევრი რამე ასწავლა. ის დარჩება ყოველთვის, იმიტომ რომ მას ჰქონდა ერთი განსაკუთრებული უნარი, რომ მას შეეძლო დიალოგში შესვლა. ის არასოდეს არ იყო მონოლოგის რეჟიმში. მისი არსებობა ამ სამყაროში იყო დიალოგი. რა მნიშვნელობის მოვლენაა პატუცებში. მე ძალიან ვამაყობ იმ ურთიერთობით, რომელიც მე და ბატონ თემურს ჩამოგვიყალიბდა ბოლო წლებში მისი ცხოვრების. მე ნამდვილად მაქვს საგრაფიკო საქმე, იმიტომ რომ თემური ინსტიტუტიდანვე არ შემიძლია ეს სიტყვა. მისი რჩეული ვიყავი. მიშა გომიაშვილს და მე. ვაცოცხლა კარგად. არაფერი ის, რაც თქვი, რომ გადაგვარჩინა მე და მიშა გომიაშვილი. მიშა გომიაშვილი 10 წლის შემდეგ, მეც 10 წლის შემდეგ. როცა არაფერი არ გაკეთებია და უცბად აღარ გჯერა შენი თავის, ნაწილობრივ, მაგრამ უცბად ჩდება ჰაერში თუ ცხოვრებაში თემურ ჩხეიძე და ის გადაგარჩენს და ისეთ რამეს გაგაკეთებინებს, რასაც ჯერ ხალხი არ მოელოდა ახლობლები და მე შენ თვითონ არ ელოდებოდი ისეთ რამეს, რაც მაგან გვაღირსა. ეს ფლორენცია წერდა და ასე შემდეგ. მისი სპექტაკლები ყოველთვის საუბრობდა ადამიანებზე, შიშებზე, თავისუფლებასა და პასუხისმგებლობაზე. ნამუშევრები ამ სივრცესაც ახსოვს, ბრმა მხედველი და სასიყვარულო ბარათები. სპექტაკლები, რომლებიც თეატრისა და მაყურებლის მეხსიერებას დარჩა. ძალიან ძნელი აღსაწერი ეს ყველაფერი, იმიტომ რომ არის თან გიხარია, თან გული გისკდება, რომ ამას მოვესწარით, მაგრამ მეორე მხრივ თუ მესამე მხრივ ამას მოვესწარით და ძალიან ამას მე გულისხმობ, ამას არ ველოდით არა და გოგი მარგველაშვილს მინდა და გვინდა ყველა მადლობა გადაუხადოთ ამ იდეისთვის, ამის რეალიზაციისთვის. ჩანდა ყველაფერი, სიყვარული მის და დაიმსახურა გასაგებია, მაგრამ ძალიან ხშირად არის რომ
მსახურებს ადამიანი, მაგრამ არ მოკლედ ყველაფერმა კარგად ჩაიარა. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ამდენი გულწრფელი სიყვარულის ახსნა იყო. მართლა გულწრფელი ცრემლი იყო. გულწრფელი ღიმილი, რაღაცა სინანული, რაღაცა სიყვარული, ოღონდ აი მართლა მთელი გულით ნათქვამი და არ ვიცი, ძალიან დიდი მადლობა. აქ რო ყოფილიყო აუცილებლად იტყოდა, რომ ასაჭიროა ეს ყველაფერი. მე ძალიან მერიდება მასზე რაღაცა ისეთი თქმა, მაგრამ როგორც მსახიობი ისე ვიტყვი, რომ მასთან მუშაობა იყო მართლა მასტერკლასი. სიმბოლურია, რომ მარჯანიშვილის თეატრის სხვენს თემურ ჩხეიძის სახელი 14 იანვარს მიენიჭა, მაშინ როცა ქართული თეატრის დღე აღინიშნება. ახლა უკვე სხვენი არსებობას თემურ ჩხეიძის სახელთან ერთად აგრძელებს.